საქართველოსა და ისრაელის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირებამდე კი საათზე ოდნავ მეტი რჩება ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრას ჯვაროსნები თელ-ავივში ბლუმფილდის სტადიონზე გამართავენ. 16,000-იანი სპორტული არენის ყველა ბილეთი გაყიდულია. თემურ კეცბოიე გულშემატკივრებს თავდაუზო გაუბრძოლას პირდება. ქართველი გულშემატკივარი მოულოდნელად ელოდება 21 საათს და შესაბამისად მატჩის დაწყებას სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული ქომაგთა ლიგას, რომელიც ივერთ ჰოლშია შეკრებილი. გიორგი გულბანი გვერდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, დარწმუნებული ვარ, საბრძოლო განწყობა ქართულ გულშემატკივრებში რა შედეგს ველოდებით დღეს? Საამშვიდობის, მოდი ვისაუბროთ მანამდე სანამ ივენთ ჰოლში დაგეგმილ მოვლენებზე ვისაუბროთ, მოდი თქვათ მატჩის მნიშვნელობაზე რამდენიმე სიტყვა. საქართველოსა და ისრაელის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდების შეხვედრა ძალზედ პრინციპულია, რადგან სატურნოს ცხრილში ამ ეტაპზე 5 თამაშის შემდეგ ძალიან სიმჭიდროვეა და დღევანდელ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგი აუცილებლად იქონიებს ცხრილში გუნდების გადანაწილებაზე მნიშვნელობას. თუ საქართველოს ნაკრები მოიგებს ამ შეხვედრაში, ქართველები გადავლენ უკვე პირველ ადგილზე უპირობოდ, ხოლო ფრის შემთხვევაში აუცილებლად გადავლენ მეორე ადგილზე და გაასწრებენ ხორვატიას. ღმერთთან უკრასა თუ წავაგებთ, მაშინ ისრაელი გაგვასწრებს და გადავა მესამე ადგილზე, ხოლო ქართველები გადაინაცვლებენ მეოთხე პოზიციაზე. ასე რომ ამ შეხვედრისადმი ინტერესი ძალიან დიდია. კეცბაიამ თამაშისთვის მოამზადა 21 ფეხბურთელი, თელ-ავივში მან ის 21 ფეხბურთელი ჩაიყვანა, რომელიც ყავდა ხორვატიასთან სამზადისში. არ იქნება გოგიტა გოგუა, როგორც იცით, მან დისციპლინა დაარღვია და ისენ კეცბაიამ ნაკრებიდან მოკვეთ. არ იქნება ასევე ტრავმირებული სანდრო გურული და ჯანო აინძე, რომლებიც ასევე ხორვატებთან შეხვედრაშიც აკლდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. რაც შეეხება ისრაელის ეროვნულ გუნდს, ამ გუნდის მიზანი იყო შესარჩევი ციკლის დაწყებამდე პირველ ორ ადგილზე გასვლა, რადგან სწორედ ეს ადგილებია მომტანი ევრო 2012-ის ფინალური ეტაპის საგზურისა, თუმცა ლუის ფერნანდესის ფეხბურთელებმა ჩააგდეს, შემიძლია ვთქვა, პირველი ნახევარი შესარჩევი ციკლის და ისინი ამჟამად იმყოფებიან მეოთხე პოზიციაზე, მათ ვერ მოუგეს ვერც ერთი შეხვედრა ლიდერებს, ამის გამო ფერნანდესის ასე ვთქვათ პოსტი საკმაოდ შეირიყა და მას რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ იმ გაგებით, რომ თუ საქართველოს ნაკრებთანაც ვერ მოახერხებს გუნდი გამარჯვებას, მას აუცილებლად დაატოვებებენ მთავარი მწვრთნელის პოსტს. რაც შეეხება სტადიონს, 16,000-იანი არენა, ბლუმფილდის სტადიონი ფაქტიურად გადაიჭედება თამაშზე, რადგან 16,000 ბილეთი თამაშამდე ორი დღით ადრე გაიყიდა და ეს ინტერესი, რა თქმა უნდა, გაზარდა საქართველოს ნაკრების გამარჯვებამ ხორვატიასთან. ამის შემდეგ გაიყიდა ყველა ბილეთი, თუმცა პარალელურად მინდა გავალო შეხვედრაზე, რომელიც ჩატარდა 26 მარტს. მაშინ ისრაელის ნაკრებმა მოუგო ლატვიის ეროვნულ გუნდს და ლატვიასთან 10,000 ქომაგიც კი არ მივიდა ისრაელის ნაკრების თამაშზე. ამ 16,000 ქომაგიდან ელოდებიან 2,000 ქართველს, რომელთა ძირითადი კონტინგენტის სავარაუდოდ შეადგენს ემიგრანტთა ნაწილს, ხოლო ძალიან მცირე რიცხვია ჩასული საქართველოსთან ჩასული ისრაელში თელ-ავივში თამაშზე დასასწრებად, თუმცა უდიდესი ნაწილი, რომელიც საქართველოში დარჩა და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ივენთ ჰოლში, როგორც შენ აღნიშნე, შეიკრიბება. აქ-ელიან დაახლოებით 200 გულშემატკივარს, მათი დიდი ნაწილი უკვე დღეს მოვიდა და დღის განმავლობაში რამდენიმე აქციაშიც მიიღო მონაწილეობა. ქუჩაში გაიმართა მსვლელობები, ისინი მანქანებით, შეძახილებით მოიარეს მათ თბილისის ქუჩები და შემდეგ სხვადასხვა უბნებში, ასე ვთქვათ, აიყოლიეს სხვადასხვა გულშემატკივრები. ჟინი ბრძოლა თავდადება, კვლავ ეს არის ქართველი ქომაგების მოთხოვნა და ლოზუნგი და იმედი აქვს ქართველებს, რომ სწორედ აი ამ ლოზუნგის და პრინციპის გამართლების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მოიპოვოს მორი გამარჯვებას. ბუნებრივია, გაგოუწვათ რაღაც ვირტუალური ქომაგობა გამოგვივა, მაგრამ მე დარწმუნებულები ვარ, რომ ჩვენი ბიჭები იგრძნობენ იმ ხარდაჭერას, იმ ყველაფერს, რასაც დღეს ჩვენ ქომაგები ვაპირებთ აქ ივენთ ჰოლში. ნატახტარი გვეხმარება დღევანდელი დღის ორგანიზებაში, რომ ბოლომდე დაუდგეთ ჩვენ ბიჭებსაც, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის დიდებული გამარჯვების მერე, რაც ხორვატებთან მოვიპოვეთ, ეს სერია გაგრძელდება, წაუგებელი სერია და დღევანდელ დღეს გამარჯვებით დავამტარეთ. ჩვენ როგორც გულშემატკივრის პოზიციიდან გამომდინარე, ყოველთვის ქართული სპორტის ქომაგები გამარჯვებისთვის, ასე ვთქვათ, ვართ შეკრებილები. ჩვენი მიზანი და ჩვენი, ასე ვთქვათ, სლოგანი, რომელიც გვაქვს ბრძოლა ჟინი თავდადება, არის მთავარი ფეხბურთელებისგან, რასაც მოვითხოვთ და თუ რა თქმა უნდა ეს ბრძოლა ჟინი და თავდადება იქნება, გამარჯვებაც აუცილებლად მოვა.
როგორც მე უკვე ვახსენე, დაახლოებით 200-მდე ქოლმაქცელიან თბილისის ივენთოლში და მინდა ვთქვა, რომ ის გულშემატკივრები, რომლებიც გაერთიანებული არიან ამ ქომაკთა კლუბში, 5 ჰარად მოახერხებენ შესვლას და დიდ ეკრანზე შეძლებენ საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას. ხოლო ისინი, ვინც არ არის ჯერ გაწევრიანებული საქართველოს ქომაკთა ლიგაში, მათ შეეძლებათ 10 ლარის საფასურად დაესწრონ შეხვედრას და გულშემატკივრონ საქართველოს ნაკრებს დამონტაჟებულ დიდ ეკრანზე. ასე რომ, მოდი ნუგზარ დაველოდოთ. მოვლენებს 9 საათზე დაიწყება შეხვედრა ისრაელისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მონაწილეობით და ჩვენ წარმატება უსურვოთ ჩვენს ეროვნულ გუნდს. უსურვოთ წარმატება, დიდი მადლობა გიორგი გულბანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მატჩი როგორც გითხარით 21 საათზე დაიწყება. ახლა კი